Χριστέ აღდგა. ღმერთმა დაგლოცოთ დღეს წარგზავნა იყო უკვე აღდგომისა და ხვალე იცით ამაღლება და ამ საღამოს უკვე ღვთისმსახურება დაიწყება ამაღლებისა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ, შევინარჩუნოთ ის განწყობები, რომელსაც ესა თუ ის დღესასწაული და ესა თუ ის მარხვის პერიოდი გვანიჭებს. მარხვა დასრულდა, შემდეგ იყო 40 დღიანი დღესასწაულო დღეები, ანუ ზატიკი. და ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ იმ დროს, როცა გარკვეული დღეებია, დღესასწაულია, ჩვენ რაღაც განწყობები შევიქმნათ და შემდეგ ვისწავლოთ ამ განწყობების შენარჩუნება. და ერთ-ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტიანისათვის, ეს არის აღდგომის სიხარულის შენარჩუნება ყოველთვის. იმიტომ რომ თუ ადამიანს, ქრისტიანს არ აქვს სააღდგომო განწყობა საკუთარ თავში, როგორც წესი, მისი ქრისტიანობა ძალიან ნაკლულია. იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ ამაღლების ჟამს, რომ მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ჩვენთან არის. უფლის სიტყვები, რა თქმა უნდა, არანაირ რევიზიას არ ექვემდებარება. და რადგან ღმერთი ჩვენთან არის და ძალიან ახლოს არის და ყოველი ადამიანის გულთან დგას, ერთადერთი მიზეზი, რის გამო ჩვენ მას ვერ ვგზნობთ, ეს არის ჩვენი საკუთარი თავი. და ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება ნამდვილი იყოს, ჭეშმარიტი და ცოცხალი. ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა დღევანდელი ქრისტიანისა სწორედ ეს არის, როცა მას არ აქვს განცდა ცოცხალი ღმერთის არა და მთელი ქრისტიანობა, მთელი ისტორია ეკლესიისა სწორედ ამას გვასწავლის და ამას გვაჩვენებს. აი დღეს ხსენებული 12-13 ასურელი მამა. საქართველოს ეთყობა ძალიან ხშირად უჭირდა და ეთყობა მაშინაც უჭირდა, როცა ისინი ასურელი მამები შემოდიან და ხშირად გვითხოვს, რომ ისეთი ღვთაებრივი ცეცხლი დაანთეს, რომ დღემდე არ განელებულა და ვერ განელებულა. და მათი მისიონერობა უპირველეს ყოვლისა, რომელიც დღემდე გრძელდება, შეიძლება ასე ითქვას, გრძელდებოდა სწორედ იმ ცოცხალი ღმერთის განცდაში და აქედან გამომდინარე მადლის მოხვეწაში, რომლის ნაყოფებს ჩვენ უნდა მოვიმკოდეთ ჩვენ საკუთარ თავში. როცა ადამიანი სწორესულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, როცა ადამიანს აქვს ერთობა, სწრაფვა ცოცხალ ღმერთთან ერთობისკენ და ერთობა ცოცხალ ღმერთთან, როცა ადამიანი მუდამ გზნობს არადილ სიცოცხლეს, მკვეთრი დაავდგარ მაცხოვარს, იგი სულიწმინდის მადლს იხვეჭს, ანუ საღვთო ენერგიას იხვეჭს საკუთარ თავში, რომელსაც აქვს ის ნაყოფები, რომელიც დღეს პავლე მოციქულმა გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ჩამოგითვალა, რომელთაგანაც ერთ-ერთი სწორედ სიყვარულია. ანუ ის თვისებები, რა არის სულიწმინდის ნაყოფები? თვისებები, რომელიც აქვს ღმერთს. და ის თვისებები უნდა შევიძინოთ ჩვენ. შევიძინოთ როგორც საღვთო თვისებები ცოცხალი ღმერთის, ანუ როცა ამ თვისებებს ჩვენში ვხედავთ, ჩვენ ხვდებით ამას, რომ ის ჩვენი კი არ არის საკუთრივ, არამედ ღმერთის არის, მაგრამ ჩვენშია. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არ არის, ჩვენში იმდენად სიღრმისეულად და იმდენად ახლოს არის, რომ ჩვენიც არის. და აი იგივე ეს ლოცვის მადლი პავლე მოციქული ამბობს, რომ თავად სული ლოცულობს მერე ჩემში მამაო, ანუ ეს რას ნიშნავს? პავლე ლოცულობს, მაგრამ პავლე ხვდება, რომ მარტო ადამიანური რესურსი საკმარისი არ არის ღმერთთან ერთობისთვის და გრძნობს, რომ მასში თავად ღმერთი, საღვთო ენერგია ეხმარება, თავად ღმერთი ლოცულობს, მაგრამ თან თვითონაც ლოცულობს. ანუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ღმერთი ჩვენი გასაკეთებელის კეთებას იწყებს, იმიტომ რომ ადამიანს ნამდვილი სიხარული, ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი სიმშვიდე, ნამდვილი ბედნიერება საჩეულია, ღმერთი ჩვენს გასაკეთებელს იქმს ჩვენში, მაგრამ ისე, რომ ამ ნაყოფებს ჩვენად გვითვლის და ჩვენ თანაზიარს ხვდის, აი ამ საოცარი ბედნიერებისა, რასაც ღვთაებრივი ცხოვრება ქვია. და ეს არის სწორედ განხრთობის დასაწყისი. ადამიანი უკვე გახდა ღმერთი. ადამიანი ღმერთია იესო ქრისტეში. ეს იმას და ჩვენ ვეზიარებით მის სისხლს. იესო ქრისტე ჩვენი ნაწილია, ჩვენი სისხლისა და ხორცის ნაწილია, შეიძლება ასე ითქვას.
ჩვენი და მე თავად განხთობილს უკან გვიბრუნებს შეიძლება ჩვენ მივეცით მას ღმერთს ჩვენი ხორცი და თავად განახმრთო და უკან დაგვიბრუნა განხთობილი და თითქოს ისეს ხარ ჩვენგან და უსასრულოდ უფრო განდიდებული გამშვენებული და გამრავლებული დაგვიბრუნა უკან და ჩვენ ერთნი ვართ და აქედან გამომდინარე რადგან ადამიანი უკვე გახდა ღმერთი ჩვენც იმ ადამიანში ვართ რომელიც უკვე ღმერთი გახდა ანუ ჩვენ იესო ქრისტეში ვართ და ხო გესმით ეს თუ თეორია იქნა რა საცოდავი ადამიანები ვართ იმიტომ ამბობს პავლე მოციქული რომ თუ ქრისტიან მკვეთრად არ ამდგარა ყველაზე საცოდავი ადამიანები ვართო ჩვენო ქრისტიანები ეხლაც იმ ქრისტიანებმა რა თქმა უნდა იცოდნენ ქრისტე აღსგან მკვეთრად გასაგებია ჩვენც ვიცით მაგრამ თუ ეს არ იქნა რეალობა ხელმოსაკიდი რეალობა შეიძლება ასე თქვას განცდილი რეალობა მაშინ რაღა ფასი აქვს ამ ყოველივეს და რა საშინელებაა რომ ეს ყველაფერი ჩვენი გამოცდილების მიღმა დარჩეს დღეს ხსენებული წმინდა მამები იონას დედაზნელი და 12 ასურველი მამა მისი მოწაფენი შეგვეციონ რომ ეს ცოცხალი განცდა ამ ცოცხალ განცდას აღდგომის სიხარულისა არ დაეტოვებინოს ჩვენი თავი არ რომ არ დაგტოვოს ამ ცოცხალმა განცდამ და აი ეს რაც დასრულდა ლიტურგიკულად კალენდარულად დღეს რაც სრულდება ის არ დასრული ანუ აღდგომის დღესასწაული სატიკი არ დასრულებული იყოს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე და გადასული იყოს ჩვენთან ერთად მარადისობაში ამინ მოგზავნით